აქტუალურ საკითხზე ვისაუბრებ. საქართველოში და მთელ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება მოთხოვნა სუროგატ დედებზე. საზოგადოებაც ამ სიახლის თანდათან ეგუება, თუმცა ბევრისთვის მისი კომერციული მხარე მიუღებელია. ყველა იმ საინტერესო შეკითხვაზე, რომელიც საქართველოში სუროგაცია შეეხება, ჩვენი სტუმარი ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი ისაუბრებს. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დავიწყოთ საუბარი, მოდით პირველ რიგში განმარტოთ, როდიდან არსებობს საქართველოში სუროგატი დედობის ინსტიტუტი. საქართველოში სუროგატი დედობა კანონიერია 1997 წლიდან. პირველი სუროგატული დედობის ცენტრი შეიქმნა 2000 წელს და მას მერე ფუნქციონირებს. გასაგებია, მოდით ვისაუბროთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. თქვენ სააგენტოს, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი მსურველი აკითხავს. ძირითადად რა мотиваცია აქვს სუროგატ დედებს? ძირითადი мотиваცია სუროგატი დედების არის ფინანსური დაინტერესება. და რით განსხვავდება იმაზეც, რომ ვისაუბროთ სუროგატი დედა დონორისგან? სუროგატი დედა გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება ბავშვთან, ანუ არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს იმ ემბრიონთან, რომელიც გადატანაც მასთან ხდება. ხოლო რაც შეეხება დონორს, დონორი უკვე გენეტიკურ მასალას აძლევს უშვილოდ წყვილს. ანუ სუროგატი დედის ნაყოფ შენარჩუნებული აქვს ყველა ის გენეტიკური თვისება, რომელიც არის თქვათ მშობლების, ხო? გასაგებია და რა ღირს საქართველოში სუროგატი დედის მომსახურება? სუროგატ დედებს კომპენსაციის სახით უხდიან 10-12 დოლარს და გარდა ამისა უზრუნველყოფენ ყველა სხვა საჭირო საშუალებებით, რაც არის საუცლებელი ორსულობის პერიოდისათვის, მედიკამენტები, კვება და ასე შემდეგ. შეუძლია თუ არა გახდეს ყველა სუროგატი დედა, თუ გადიან მსურველები გარკვეულ შემოწმებას, თუ არის ჩამოყალიბებული რაიმე სტანდარტები და ასე შემდეგ. ყველას არ შეუძლია გახდეს სუროგატი დედა სამედიცინო მხარიდან გამომდინარე. სუროგატი დედა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს, არ უნდა აღემატებოდეს 38 წელს, უნდა იყოს ჯანმრთელი და ყავდეს ერთი საკუთარი შვილი მაინც გაჩენილი. გასაგებია და სტატისტიკის მიხედვით ძირითადად რა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ქალბატონები მოგმართავენ სუროგატი დედობის მსურველები, რა ასაკის კატეგორიის წარმომადგენლები? მოდიან ყველა ასაკის 38 წლამდე, 18 წლიდან დაწყებული, 38 წლით დამთავრებული, თუმცა ჩვენ მივესალმებით იმას, რომ სუროგატი დედა იყოს 30, 32 და არა 18 წლის. გასაგებია, თქვენ აღნიშნეთ, რომ 1997 წლიდან არსებობს ოფიციალურად სუროგატი დედის ინსტიტუტი. აი ამ დროის განმავლობაში რა პროგრესი განიცადა მოთხოვნამ? ანუ თავიდან ალბათ შესაბამისად არ იყო, ხო? თავდაპირველად ისეთი მოთხოვნა, როგორიც არის დღეს. თავიდან არ იყო შესაბამისი იმდენად ისეთი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ განიცადა პროგრესი, იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომლობა დავიწყეთ უცხოეთის მრავალ კლინიკასთან, მოგეხსენებათ ევროპის ბევრ ქვეყანაში სუროგაცია კანონმდებლობით აკრძალული ან დარეგულირებული არ არის და აქედან გამომდინარე ეს ხალხი მიმართავს იმ ქვეყნებს სუროგაციისათვის, სადაც ეს შესაძლებელია. აქედან გამომდინარე მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და ამასთან ერთად გაიზარდა უშვილო წყვილების რაოდენობაც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამას მოწმობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეპორტები. ამის მიზეზი უშვილობის ამის მიზეზი არის ძირითადად ეს ეკოლოგიური პრობლემები, არასწორი დიაგნოსტირება, შარცაცქესო სისტემის დაავადებები და გასაგებია, მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ თემა რატომაც ვსაუბრობ დღეს გამოიწვია იმან, რომ პრესის მხრიდან არის ძალიან სერიოზული დაინტერესება ამ თემისადმი, თითქმის ყოველ გამოცემაში იბეჭდება სტატიები სუროგატი დედების შესახებ. გადავიდეთ მოდით შემდეგ საკითხზე. საინტერესოა ფსიქოლოგიური მომენტიც. უჭირთ თუ არა სუროგატ დედებს განშორება ნაყოფთან, რომელიც ატარეს 9 თვის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა აქ გენეტიკურ მომენტს. ფაქტია, რომ 9 თვე მუცელში ყავს ბავშვი, შესაბამისად გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტი ალბათ იქნება, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტები არის, თუმცა მათ წინასწარ უტარდებათ შესაბამისი საუბრები და აქედან გამომდინარე სტრესს არ განიცდიან. თუმცა მე ნორმალურად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ რაღაც ემოცია უნდა არსებობდეს. ძალიან კარგი, შემდეგი საკითხი, თუ იღებს ქალბატონი თანხას იმ შემთხვევაში, თუ თქვათ მოხდა ისე, რომ უბედური ფაქტი და დაკარგა ნაყოფი?
ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულებაში გვაქვს გათვალისწინებული შესაბამისი პირობები და ასეთ შემთხვევაში ეს ქალბატონი იღებს თანხის ნახევარს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხდა ნაყოფის დაკარგვა, მკვდრად შობადობა და ორსულობის ბოლო თვეებში იმყოფება, მაშინ მთლიანად იღებს კომპენსაციას. გასაგებია, სუროგატი დედების საზოგადოებაში გამოჩენა ალბათ მაინც არის პრობლემა. ამ მხრივ თუ უტარდებათ მათ გარკვეული ფსიქოლოგიური დახმარება? ეთით ყველას არ აქვს ეს პრობლემა. და ვისაც ეს პრობლემა გააჩნიათ, ცდილობენ რომ მოერიდონ იმ საახლობლო გარემოს, სადაც უწევთ ცხოვრება და იმ პერიოდში, ორსულობის პერიოდში შეიცვალონ საცხოვრებელი. როგორია საინტერესოა სტატისტიკა? ყველა ჩასახვა იძლევა თუ არა შედეგს სუროგაციის დროს? სამწუხაროდ ყველა ჩასახვა ვერ იძლევა, ეს დაკავშირებულია ხელოვნური განაყოფიერების წარმატების კოეფიციენტთან, რომელიც ჯერჯერობით მთელ მსოფლიოში არ აღემატება 40%-ს და აქედან გამომდინარე სუროგატ დედებსაც უწევთ 2-3 ცდა, რომ მოხდეს ორსულობა. და მოდით ბოლოს კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საუბრის ბოლოს ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რის გამოც მოგმართავენ თქვენ ქალბატონები, ეს არის ფინანსური мотиваცია, ხო ალბათ? დიახ, ძირითადი მე ვთვლი, რომ მაინც ფინანსური мотиваციაა. ძალიან კარგი, მე ვფიქრობ საკითხი ამოწურულია, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც შეეხებოდა სუროგაციის თემას, სუროგატ დედებს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე კი მაყურებელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი. ახლა კი ჩვენი დილა გაგრძელდება.